გილოცავთ შობას, გილოცავთ დიდ დღესასწაულს, შობის გაცნობიერება, შობის ასე ვთქვათ მისტიკის გაცნობიერება ძალიან დიდი თემაა, ძალიან დიდი საიდუმლოა, ხო? აღდგომაზე აღარ ვლაპარაკობ. წვერვალი გამოცხადებისა, ღვთაებრივი გამოცხადების არის ყოვლადწმინდა სამების დოგმა, მამის და სულიწმინდის მონოთეიზმი, ტრინიტარული მონოთეიზმი, მაგრამ შობის ვთქვათ დაბადების, ღვთის ლოგოსის განკაცების, ღვთის ასე ვთქვათ ადამიანად მოსვლის ეს საოცარი მისტერია, ეს საოცარი საიდუმლო, ეს არის დიდი გასაცნობიერებელი. მთელი ცხოვრება არ აყოფა ამას. მაგრამ რწმენით შეიმეცნება, რა თქმა უნდა, რწმენით შეიმეცნება. როგორც აღდგომა, როგორც ყოვლადწმინდა სამების დოგმა. რწმენაში ზრდის პირდაპირ პროპორციულად შეიმეცნება, რა თქმა უნდა, აბა რა, შეიმეცნება და ესეც უნდა იყოს. თანდათან ეს საიდუმლო კარეთი ამ ხატისა იღება და ადამიანი ისეთ რაღაცებს ხედავს, სადაც ადრე საერთოდ არც უგზნია და არც დასიზმრებია და ვერ წარმოედგინე ესეთ საიდუმლოები არის და ხდება უფლის აი საიდუმლო გამოცხადება შობის. დღეს ჩვენ ვთქვით, რომ აი ეს სახარებაში გივე თემაა ფაქტიურად ლოდი, რომელიც შეურაცხყოფს მაშენებელთა, ესე იქნება თავკიდეთა ლოდი, რომელიც არის ქრისტე, რომელიც არის წმენა, რომელიც არის გზა, რომელიც არის სიცოცხლე, რომელიც არის ჭეშმარიტება, რომელიც არის იმედი, რომელიც არის სიყვარული, ყველა და ასე შემდეგ. სარწმუნება, სასწაულება, სიყვარული, გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე. ყველაფერი ჩვენი ცხოვრების მამოძრავებელი, მთავარი მოქმედი, მთავარი ფუნდამენტი. აი ეს ლოდი, რომელიც დაიწუნეს, აი ეს იქნა სამყაროს ფუნდამენტად, ანუ განცხადა ღვთისა და მოვიდა და იხსნა ჩვენი სულნი, სხეული, სული, სამშობლია, მთელი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, წყევლისა, ცოდვისა და სიკვდილისაგანაც კი. მე ღვთისა მიმართ ღაღატყავო, ამბობს დავით მეფსალმუნე და უფალმა ისმინა ჩემი, მართლაც მთელი ძველი აღთქმა ეს იყო ღაღადება ღვთის წინაშე და უფალმა ისმინა და შეივედრა ადამიანთა ვედრება და შეისმინა უფალმა და გამოიხსნა კაცობრიობა ბოროტების დომინირებისაგან და იმისაგან რომ გამხდარიყო ბოროტების მიერ ბოროტი ძალების მიერ უზურპირებული ანკლავი გამხდარიყო კაცობრიობა. როდესაც გამოიხსნა და გაანთავისუფლდა დომინირება მას ადამიანებზე შეწყდა. შეიძლება გადაგხარო, შეიძლება მოგიწოს, შეიძლება გაცდუნოს, მაგრამ ძალადობის ხელმწიფება აღარ აქვს ამ ძალებს. ამიტომ უფალმა შეისმინა და დაბდაბლებული ადამიანები შეიწყალა, ვინც თავი დახარა ღვთის წინაშე. ღმერთმა, რომელიც არის ზევიდან გვიყურებს, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ვთქვათ, მეტაფიზიკური ზევით, ასე ვთქვათ, რომელიც ზეციდან გვიყურებს და გვხედავს ჩვენ უფალს არაფერი არ გამოეპარება, მაგრამ ამავე დროს ინვარიანტულია სამყარო და ინვარიანტულია უფლის ყოფობა. ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. არ არის მიმართულება, რომელიც მიმართულებითაც უფალი არ იყოს. ყოველი მხრივ არის, არა მარტო აღმოსავლეთისაკენ, არამედ დასავლეთისაკენ, არამედ ჩრდილოეთისაკენ, არამედ სამხრეთისაკენ, არამედ მარტო ზევით, არამედ ქვევით, არამედ მარჯვნივ, ყველგან არის, ყოველსავე აღავსებს, ყოველგან არის. კი ჯოჯოხეთშიც კი არის უფალი. არ არის ადგილი, სადაც იგი არ იყოს, ყოველივე მისი ქმნულია. ამიტომ ეს მეტაფიზიკური მიმართულებები და ვექტორები, ეს მხოლოდ ჩვენთვის, ადამიანებისთვის არის გასაგები, რომ გახდეს მისი ყოველგან მყოფობა. ნუ დავაკნინებთ საღვთო საიდუმლოებებს. ჩვენი შეგრძნებები და ჩვენი აზროვნება სულ სხვა, ზეცის უფლის კი სულ სხვა არის. ჩვენი ცნობიერება სულ სხვა და ვერანაირ ტოლობას ვერ გააკეთებ ზეციურ ცნობიერებასთან და უფლის დასაშვებულ მიუწვდომელ, მაგრამ ჩვენთვის ქრისტეში მისაწვდომ ცნობიერებასთან ვერ გააკეთებ ვერანაირ ტოლობას ვერ დასვამს. ყოველივე მისია და ყოველივეს ხედავს, ყოველივე მის ხელში არის, მხრობელია უფალი ყოველივესი და ყველაფერს ხედავს და ყოველივეს ჭრეთს და ვინც უფლისკენ არის, ღმერთი კი ყოველთვის ყველასკენ არის. უფლისკენ მყოფი კი განსაკუთრებით ახლო არის და ღმერთში არის. ღმერთი ყოველგან არის, მაგრამ ჩვენ არ ვართ ხოლმე ღმერთში, არა სივრცობრივად, არამედ სულიერად მყოფებით ხოლმე მის სიახში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს თავს არ შევიმეცნებთ, არ ვცდილობთ ხოლმე საერთოდ ვამბობთ თქვენზე კი რომ ზოგადად ვინც არ ცდილობს თავისი ჯვარდპირთულობა შეიმეცნოს, თავისი ჯვარი, თავისი მისია, თავისი
განხორციელება არაყოფიერი და ყოფიერში მოყვარილი არსებობა შეიმეცნოს, ესეთი ადამიანი ამაოდ in vain ატარებს როიტყვიან ატარებს თავის ცხოვრებას. ამაოდ ამაოებათა ამაოება, ხო? რომანიც არის, ხო, ამაოება. აღარ მახსოვს სახელი. ამაოების ბაზარი, ხო გახსოვთ? რომანიც, აი, ამაოებაში ატარებს. ისედაც აი ეს ყველაფერი ნაკადი, ეს ნაკადი, რომელიც მიდის და მიაქანებს და მიდის და ხვეტავს ჩვენს ცნობიერებას და მიაქანებს მასებს, ხალხთა მასებს მიაქანებს არაყოფიერში. და ცნობიერებას ადამიანთა რაღაც ნაკადად გარდაქმნის, რომ მენტალურ ნაკადად. ეს ყველაფერი უდიდესი ნაკადია, რომელსაც თუ წაგიღო, ჯვარი გწერი, არ უნდა წააღებიდო თავი, თორე ქაოსსა და ენტროპიას დაექვემდებარები და სახეს დაკარგავ. შენი მე უნდა შეინარჩუნო ქრისტეში, შენი მე კი არ უნდა დაკარგო, უნდა განიღმრთოს შენი მე. ეს ბირთვი, უკვდავი ხატება, მსგავსებად უნდა გარდაიქმნას. ამაშია საქმე. და ამიტომ ეს არის მთელი წინასწარმეტყველებების ძველ აღთქმაში ის ლოდი, რომელზეც წინასწარმეტყველებდნენ და დაიწუნეს მაშენებელს და ის იქნა ზუსტად თავკიდეთა, ეს არის ქრისტე. და ვერ დაფარა ვერც სიბნელემ, ვერც ბოროტებამ, ვერც ბრძოლამ, ვერც წინააღმდგომამ, გახსოვთ სახარების ისტორია, ხო? ვერც ჯვარცმამ და აღსდგა და გამოანათა საფლავიდან, გამოფწკინდა. და მერე ზეცა დამოვდა სულიწმინდას გარდამოგვილინა. ამ სრული განგებულება და განისვენა ჩვენზე უფლის მადლმა. და ადამიანს მადლი უნდა მისცე ჯერ, რომ სული მოითქვას. პირდაპირ არ შეიძლება ადამიანებს კანონები დაავალ. ქრისტიანობა კანონზე მაღლა არის, სიყვარულის კანონია და იმიტომ ქრისტიანობა არ შეიძლება იყოს დომინირება კანონთა მიმდევრობისა და ტიპიკონური დესპოტიისა. ქრისტიანობა არ არის დესპოტია, ქრისტიანობა არის თავისუფლება, ქრისტიანობა არის სული თავისუფლებისა ქრისტეში და თავისუფლების სული ეს პასუხისმგებლობის, ქრისტეში მყოფობის და მისი მცნების დაცვის სულია. ვინ გაიგებს რა არის მისი გზა? მასწავლე უფრო გზა, რომელსაც ვიდოდეო ნათქვამია. იც ამცნებებს ხარ ქრისტეში, გიყვარს ქრისტე. წამს მისი, სასვეება გაქვს, იმედი გაქვს მისი, სიყვარული გაქვს, სარწმუნოება, სასვეება, სიყვარული და ასე შემდეგ ის სათნოებები გაქვს. თუ შენ ისე აკეთებ, რომ ცხოვრობ, რომ ქრისტეში იყო, მაშინ შენი გზა გაგეხსნება და აკეთებ და იქნება ყოველივე ისე, როგორც უფალს უნდა და უფალს უქნება ყოველივე ისე იქნება მაშინ, როცა ამას აკეთებ. როცა ამას აკეთებ, მაშინ იქნება ყველაფერი, რომ ერთმანეთს გადაბმულია ეს. არ შეიძლება შენი გზა შეიცნო, თუ არ აკეთებ იმას, რაცაც ეს გზა და ეს პირობები ამ გზაზე სიარულისა ითხოვს. არ შეიძლება შენ ის მოთხოვნები არ შეასრულო და იმ გზაზე ისე იარო, რომ გაიგო რა არის ის გზა და ასე შემდეგ. ამიტომ ის ვინც ფიქრობს, რომ ესე კაბინეტურად შეიმეცნებს ქრისტეს და მხოლოდ კანონების დაცვით და მორალის დონეზე დაყავს ქრისტიანობა, მარტო მორალური, ასე ვთქვათ, მხოლოდ მორალური შეზღუდვების დონემდე დაყავს და მხოლოდ მენტორულ დარიგებების დონემდე დაყავს ქრისტიანობა და შეიძლება რაც უნდა ხმამაღლა და ბოხიხმით ვიყვირო სხვადასხვა დარიგებები მე და რაღაცა დაუშვათ მრისხანე გამონათქვამები, ეს ვერაფერს ვერ შეცვლის და ვერაფერს კეთილცვლილებას ვერ ჩემში გამოიწვევს და სხვაში კიდე მხოლოდ პირქუშ დარიგებების შესაბამის რეაქციას აღწევს. ვერანაირ კეთილცვლილებას, ვერანაირ სულიერ წინსვლა და ცნობიერების კეთილისკენ გადახრას ვერ შექმნის, ვერ გააკეთებს ამას. რატომ? იმიტომ რომ ვისაც მხოლოდ გარეგანი ჩუქურთმების წამს, იმისიც არ წამთ. ვინც მეტყოლებს ბევრს და ხმამაღლა, იმისი არ ჯერათ, იმიტომ რომ არაფერს არ ამბობს. ის ვინც მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არ აკეთებს, მისი არ დაეჯერება. მხოლოდ ის ვინც ქრისტესზე მიუთითებს, მისი ირწმუნება. ვისაც არ წამს და მხოლოდ გარეგნულ პომპეზურობასა და გარეგნულ რაღაც მოხატულობას და შეფუთვას აქცევს ყურადღებას, არც მისი ირწმუნება. თორე შინაგანი სისავსე და სიმწიფე თუ არა აქვს, რაც არ უნდა ხმამაღლა და ვოკალური და რაც არ უნდა ოპერული ხმით ვიმღერო ლოცვები და ვილაპარაკო ხმამაღლა და მოგაწოდოთ რაღაცა მრისხანე დარიგებები, ამით ვერაფერს ვერ შევცვლით თქვენში. თქვენში შინაგანად უნდა შეიცვალოს ის
რაც თქვენში კითხვები არის, იმ კითხვებზე თქვენში არის პასუხი იმ კითხვებზევე. ქრისტეში როცა იქნებით, ის პასუხი თვითონ მოვა და მოსული არის ახლა რო ეზიარებთ, ის პასუხები მოვა უცნაურად. მადლი როცა მოდის, მადლის დახვედრის კულტურა და ცოდნა არის საჭირო. ზოგჯერ მადლი მოდის, მაგრამ მადლს ვერ ხედავს და ვერ უხდება როგორც ტალღას რაღაცას, ისე უნიჭოდ და უცოდინრად უხდება ტალღას, რომ ის ტალღა სიამოვნებას კი არ ანიჭებს და ნეტარებას მასში შესურვა, არამედ ისე დაახეთქებს მიწაზე, რომ მე მადლის მიღების შემდეგ არც მადლი შერჩა და კიდევ ახალი დაცემა და ახალი ცოდვა მოვიდა. ესე რომ არ მოხდეს. მადლის მიღება ცალკე ცოდნა უნდა და კიდევ მიღება, მაგრამ იმის შენარჩუნებას ცალკე ცოდნა უნდა, იმიტომ რომ გამარჯვება ერთია, მაგრამ გამარჯვების შენარჩუნება მეორე სიბრძნეა და დიდი გამარჯვება მეორე შენარჩუნება გამარჯვებისა. თავარი გამარჯვება და დამარცხება არ არის. თავარი არის ნაყოფი და აზრი და შედეგი და აი ეს დივიდენდი გამოიღო იგავარაკი იმ გამარჯვებიდან, თორე ვინ არის მუდამ გამარჯვებული, ვინ არის მუდამ დამარცხებული? არც მუდმივი გამარჯვება არსებობს, არც მუდმივი დამარცხება. ქრისტიანობა რა, ერთი დამარცხებიდან მეორე დამარცხებისკენ სიარულია ბოლოს და ბოლოს და ამით მერე ბოლოს და ბოლოს დიდი გამარჯვებისა და აზრის გამოტანის სწავლა. ამიტომ ეცადოთ რომ თქვენ ვითარცა სულიერი ცხოვარნი, ვითარცა ადამიანები, რომლებსაც სულიერი სიყვარული გაქვთ და გინდათ რომ კარგი გახდეთ, ვიდრე ხართ, არ გაქებთ. უბრალოდ გაქებთ, რატომაც არა. შექებათ სტიმული და ინტენცია, ხომ? გაქებთ, კარგი ხარ, მაგრამ უკეთესი გახდეთ. არ ვამბობ, ცუდი უარესი გახდეს, მეთქი, აბა ის არის კარგი, ცუდი და უარესი, კიდევ უარესი. ცუდი, კარგი გახდეს, კარგი, უკეთესი და უკეთესი საუკეთესო, თორე წინსვლითი პროგრესია ავიღოთ, ხომ? და ცირედი წინსვლა, არ არის აუცილებელი ნახტომები. ცირად წინ ვიაროთ. არ არის აუცილებელი ერთად აფრინდა მიწიდან და ჰაერში აიჭრა, ხო? აი ესეთ ვეცადოთ რომ ესე ნელ-ნელა ვიაროთ წინ. დღეს ეზიარებით, ხო, გაზიარეთ. შეეხება ჩვენს ბაგებს, ცოდვას მოგვიტევებს, სიყვარულში გაგვაძლიერებს, დაგვაახლოებს უფალთან დღევანდელი ზიარება კიდევ, რაც აუცილებლად თავის შედეგს გამოიტანს და გამოიღებს და გზას გაგვიხსნის. რასაც ყველას გისურვებთ. მადლი უხსენს ჩვენს იესო ქრისტეს, იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ამინ.